გამშვიდობისა, მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ხსენებას არ გვეთისმთავრებისა, შეგვეწიროს მათი ლოცვა და მეოხება ღვთის წინაშე. როგორც დაგპირდით, კვირაში ერთხელ ვისაუბრებდით ღვთის წყალობით, ვისაუბრებდით სულიერი ცხოვრების შესახებ და სულიერი კანონების შესახებ და ეს საუბარი რო არ ყოფილიყო ჩვენი ნაზრევი, ჩვენი ნაფიქრალი, ესე რომ ვთქვათ, ვიხემძღვანელებდით, ახალი გამოსული წიგნი არის, გითხარით, ეს არის ისე იგი მარკოს მონაზონის სულიერი კანონის შესახებ, ესეთი წიგნი არის, სულიერი კანონის შესახებ, მარკოს ეფესელის სწავლება არის ამაში და აქედან წავიკითხავდით და ამ წაკითხულიდან შევეცდებოდით, რომ მოკლედ გვესწავლა სულიერი კანონის რაობის შესახებ და გვესაუბრა სხვადასხვა მსგავს საკითხებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ისე იგი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ არის საჭირო ზოგადად სულიერი კანონის ცოდნა. ანუ მინდა გითხრათ, რომ მართლმადიდებლური სწავლება ზოგადად, ანუ მართლმადიდებლობა აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დანიშნულება. ეს არის ადამიანის გონების განკურნება, ანუ ადამიანის სულის კურნება. თუ ადამიანი სულიერად არ განიკურნა და სულიერი ცხოვრება არ ისწავლა, ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, ანუ აი ეხა საუბარში გამოჩნდება კიდევ რათ იქცევა, ანუ რა არის ზოგადად ადამიანი, ანუ რატო არის მაშინ მართლმადიდებლობა კარგავს თავის შინაარსს კარგავს და მთავარი საზღვრუნავი ეკლესიისა დასაბამიდან, ანუ არის ადამიანის სულის განკურნება და ადამიანის ცხონება, ანუ მარადიულ სასუფეველში მისი დამკვიდრება. და ამისკენ ესწრაფოდა მუდმივად, ანუ აი მთელი შინაარსი ეკლესიური ცხოვრებისა, მთელი შინაარსი მამათა სწავლებებისა არის ადამიანის სულის განკურნება. ანუ კურნალი კი არის უფალი. და მთელი მართლმადიდებლური სწავლება და სულიერი კანონი, რაზეც ახლა ჩვენ ვესაუბრებთ, ეს არის საშუალება იმისა, რომ ღმერთი და ადამიანი შეხვდნენ ერთმანეთს. და აი რომ შევხვდებით ერთმანეთს, საუბარია იმაზე, როგორ ხდება, რა პირობებით ხდება ადამიანის, როგორ უნდა შეემზადოს ადამიანი, რომ ღმერთს შეხვდეს და აი ამ შეხვედრის დროს რა ემართება ადამიანს და როგორ ხდება მისი სულის კურნება. ეს არის მთელი დანიშნულება, დასაბამიდან მოყოლებული, ანუ დაცემული კაცობრიობა, რომელიც 60-ს დააკლდა, მას შემდეგ დანიშნულება იმისა, ღმერთის განკაცებაც ამიტომ მოხდა. მაცხოვარიც ამიტომ მოვიდა ისე იგი დედამიწაზე და ამიტომ განკაცდა, რომ ადამიანი ისევ დაებრუნებინა 60-ში, ანუ სული, რომელიც დაიზიანა ადამიანმა, ამ სულის განკურნება მომხდარიყო და ამ განკურნებული სულით ადამიანი დაბრუნებულიყო მარადიულ სასუფეველში. ეხლა რა მინდა თქვა ეხლა, ანუ წანამძღვრებით მინდა რომ გითხრათ კიდე ორი სიტყვა, ანუ რა არის ჩვენი პრობლემა ზოგადად, ანუ აი ეკლესიური ცხოვრების პრობლემა რა არის და რატომ არ გვიყვარს ჩვენ ამაზე საუბარი, რატომ არ გვიყვარს მაგალითად სულიერ ცხოვრებაზე და სულიერ კანონის შესახებ საუბარი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შე შემთხვევაში ადამიანს ძულს კიდევც ეს. და აი ნახეთ, გადავიდეთ. აი ხა რაღაც საკითხებს ჩამოვაყალიბებ და მე უკვე გადავიდეთ თვითონ წაკითხვაზე სულიერი კანონისა, ისე იგი მარკოს მონაზონისა და ნელ-ნელა მოკლედ რამოდენიმე მოხს წავიკითხავ ხოლმე, დიდი ხანი რო არ გაგვიგრძელდეს ეს საუბრები, რომ მოსასმენათაც ადვილი იყოს და რაღაცა არ დავიტვირთოთ და არ გადავიღალოთ, ხო? აი მაგალითად ადამიანი ეკლესიის წიაღში რომ მოდის, რას ითხოვს, რას ეძებს, ხო? უნდა ეძებდეს რა, ღმერთო, სიწმინდე მომეცი, ხო? ანუ ყველა ადამიანი მოწოდებულია, რომ იყვენით სრულ ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს. ანუ ნახეთ, ჩვენ მოწოდებული ვართ სიწმინდისკენ. მართლმადიდებლელი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში მოდის და ქრისტესთან მოდის, მისი მთავარი დანიშნულება არის რა?
სულიწმინდის მადლის მიღება და განწმენდა, ანუ წმინდანად უნდა იქცეს, ანუ წმინდა უნდა გახდეს ადამიანი. ჩვენი მოწოდება ეს არის. აი რამინდა ვთქვა, ჩვენ არ მოვდივართ მხოლოდ იმისთვის ეკლესიაში, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ. კარგს რას გულისხმობ, იცი, აი რაღაცა ისეთი შეიძლება ზნეობრივი იყოს ადამიანი, რაღაც მხოლოდ და მხოლოდ აი რაღაცა რო შეხედავ ადამიანი კომფორტული, აი რა კარგი ადამიანია, ნახე რაღაცა თავისი თვისებებით, გარეგნული თვისებებით რაღაცა. ანუ ჩვენ მართლმადიდებლობა, ასე რომ ვთქვათ, ამ გარეგნული ფორმებით და რაღაცა კარგი ადამიანი რო ჩანდე, ამისთვის არ მოვდივართ ეკლესიაში. ეკლესიაში ჩვენ მოვდივართ სიწმინდისათვის, ჩვენ მოვდივართ სულიწმინდის მადლისათვის, განწმენდისათვის და სამი საფეხური არსებობს. განწმენდა, განათლება და მერე განხრთობა. უკვე ეს უკვე ზედა საფეხურია, მაგრამ ყველა ადამიანი განათლების მდგომარეობამდე მაინც უნდა მივიდეთ. ანუ უნდა განვიწმინდოთ, ცოდვებისაგან და ვნებებისაგან განვიწმინდოთ და გავნათლდეთ. ანუ სულიწმინდის მადლით უნდა განათლდეს ადამიანი. ჩვენ ყველანი თუ ამისთვის არ მოვდივართ ეკლესიაში, ხო? მაშინ ამას მოკლედ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ანუ მართლა ადამიანები გარეთაც არიან, რომლებიც შეიძლება კარგ ადამიანებად იწოდებოდნენ და მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი გარეთ მყოფი ადამიანი შეიძლება გაცილებით უფრო ზნეობრივი იყოს და გაცილებით უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე ეკლესიაში მყოფი ადამიანი. თუ ამით შევადარებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, რომ ისე იგი რას გვაძლევს ჩვენ ეკლესია და რისთვის დავდივართ ეკლესიაში, თულად ასეც არა, იმიტომ რომ ადამიანები ეკლესიაში უმეტესობა განწმენდისათვის მოდიან და სხვათა შორის დიდი ცოდვებით, ანუ რაღაცა მძიმე ცოდვებითაც მოდიან ადამიანები და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე ცოდვებით მოდიან და აი ეს პროცესი თუ ჩვენ ესე შევადარებთ, რომ ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ შევადაროთ, აი ნახე ეკლესიაში კარგი ადამიანები არიან, ანუ ესე რომ თქვა ზნეობრივი, გამოკესწორებული, ანუ იდეალური ადამიანები არიან და ამით დავიწყებთ ჩვენ გარეთ შედარებას, მაშინ ჩვენ შეიძლება ჩავარდეთ რაღაცა ესე რომ ვთქვა, აი გაუცხოებაში და გაუგებრობაში, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ახლა ჩვენ თავში რო ჩავიხედებით, ახლა მე ჩემი თავი ხო ვიცი, მე ხო ვიცი როგორი ვარ, მე ხო ვიცი ჩემი ცოდვები, ხო? ზოგ ადამიანს რო უყურებ გარეთ, აი როდესაც უყურებ ბევრი ადამიანი მაოცებს მე თავისი რაღაცა უკეთესობით, აი ესე რომ ვთქვა, გარეგნული უკეთესობით, რომელიც მას გააჩნია. ამიტომ ნახეთ, ანუ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენ ამ ადამიანებს ასვეუნებით, რომ რატომ მოვდივართ ჩვენ ეკლესიაში? ჩვენ მოვდივართ იმიტომ, რომ მარიამ მეგვიპტელის პირველი ნაწილის ცხოვრებიდან ვიქცეთ მარიამ მეგვიპტელის ბოლო ცხოვრების მდგომარეობას მიუახლოვდეთ. ანუ მოსე შავის მდგომარეობიდან, ანუ უკიდურესი ცოდვილობის განცდიდან ვიქცეთ წმინდანებად, ანუ სიწმინდემდე მივიდეთ. და თუ ეს არ არის ჩვენი ძიების ობიექტი და თუ ჩვენ ცხონება არ გვინდა და სიწმინდის შეძენა არ გვინდა, მაშინ ეკლესიაში სიარული და მასში საიდუმლოებებში მონაწილეობა ჩვენთვის იქნება უბრალოდ, როგორ გითხრათ, იცი, რაღაცა გარეგნული ფორმა, რომლითაც ჩვენ შეიძლება ვემსახურებოდეთ და მსახურობდეთ ღმერთს. ამიტომ ნახეთ მნიშვნელოვანი რა არის, ადამიანს ეშინია ამ სიწმინდისა. აი ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ გვეშინია ამ სიწმინდისა, იმიტომ რომ ამ სიწმინდის გზას რომ აი ვინმემ რო კითხოს, გინდა სიწმინდე? გინდა სიწმინდე, აი წმინდად რო იგრძნო თავი, ის კი არა რომ წმინდანი იყო, აი წმინდად რო იგრძნო თავი, გაწმენდილად, გასუფთავებულად, ვნებებისგან განთავისუფლებულად, ცოდვაზე მიდრეკილი რო არ ახარ და მიჯაჭული რო არ ახარ, ნივთებზე და მოვლენებზე რო არ ახარ მიჯაჭული, შინაგანად დაშლილი რო არ ახარ ადამიანი, რო გონება ერთგან გარბის, მოკლედ ინტელექტი სხვაგან გარბის, ჩვენი ფიქრები სულ სხვაგან არის, გული სხვა რამეს გძნობს, ჩვენი სხეული სხვა რამისკენ გვიბიძგებს, ანუ დაშლილ დანაწევრებული რო არის ადამიანი, სიწმინდე რა არის? აი ამ ყველაფრის ერთად მოკრება, სადაც გონება, ანუ სული, განწმენდილი სული, ანუ გონება ხდება, ისე იგი ესე რომ ვთქვათ, განმსაზღვრელი და მოტივაციის მიმცემი ადამიანისთვის და წინამძღვარი ხდება, ესე რომ ვთქვათ, წინამძღვრობს ადამიანს, ისე იგი ღმერთისაკენ და ისე იგი სიწმინდის მიღწევისაკენ.
ამიტომ აი ნახეთ ჩვენ გვეშინია ამისი. გვეშინია რომ კითხო ადამიანს სიწმინდე მინდა და ანუ რა წარმოდგენა გვაქვს სიწმინდეზე, იცით? გვაქვს ესეთი წარმოდგენა, რომ ხატებს უყურებთ, ვინ არიან წმინდანები, ხო? ჩვენ წმინდათა ცხოვრებას თითქმის არ ვკითხულობთ და ანუ მხოლოდ და მხოლოდ ხატებს უყურებთ და ხატებზე რო უყურებთ, ნახეთ ისე იგი რაღაც გამოხატული ადამიანები, ისე იგი დამშვიდებული შინაგანად, ისე იგი მშვიდი სახე, რაღაცა ხელები ლოცვისთვის და რაღაცა ეს ნიმფი, რომელიც თავზე ადგას და აი ჩვენ გონია რომ სიწმინდე არის ეს და ხშირად ადამიანი ხო ამასაც ბაძავს. ანუ ამასაც ბაძავს და ეს გონია საბოლოო ჯამში სიწმინდე და მინდა გითხრათ რომ ნამდვილი სიწმინდე მიიწევა და უნდა გაიაროს ადამიანმა ნამდვილი სიწმინდეს რომ მიაღწიოს, უნდა გაიაროს გაცილებით დიდი ტკივილი. და რა ტკივილებზეა ლაპარაკი? ანუ მე მინდა გითხრათ რომ სიწმინდის გზა ეს არის გოლგოთის გზა, ეს არის ჯვრის გზა. ჩვენ ჯვრის გზა უნდა გავიაროთ. თუ ჩვენ ამ ჯვრის გზას არ გავივლით და არ შევუდგებით ჯვრის გზას, მაშინ ჩვენ სიწმინდეს ვერ მივახცევთ. და რა არის ბევრჯერ მითქვამს ჯვრის გზა? ეს არის ჩვენი მინდა და მჭირდებაზე უარის თქმა. მე ეს მინდა, მე ეს მჭირდება საკუთარ ეგოიზმზე და საკუთარ აი როგორ გითხრათ მოთხოვნილებებზე, რაც კი ადამიანს აქვს, აი ამაზე უარის თქმა და მასზე დამოკიდებულებაში ყოფნაზე უარის თქმა. ამიტომ ნახეთ როგორ არის აი რა არის სიწმინდე, იცი? ჩვენში აი როგორ გითხრათ ადამიანში არის სარკმელი, აი როგორც ეკლესიის სარკმელი არის, გახსოვს აი შევადრი ესეთ რაღაცას დილით რომ სახურება არის ხოლმე ხშირად მზე რო ამოდის, აი დიდი სარკმლიდან აი ბევრი ფოტოები იდება ხოლმე კიდეც სოციალურ ქსელში, წირვის ფოტოები და აი სარკმელში რომ ზის სხივი შემოდის, სინათლე რო შემოდის ხოლმე და ამას რო აირეკლავს მოკლედ და აი რაღაც ეს ზის სხივები, როდესაც თვალისთვის დასანახად მოსჩანს. აი ესეთი სარკმელი არის ადამიანში რწმენის კუთხით და სულიერი კუთხით გასაჭრელი. და ეს სარკმელი რო გაიჭრას, აი ხა წარმოიდგინეთ მე რო კედელში სარკმელი გავჭრა, ამ კედელს უნდა ურტყა. ამ კედელს უნდა რაღაც აშენებული კედელი, რომელიც ჩვენი ცოდვებით და ჩვენი ესე რომ ვთქვათ, ვნებებით, ჩვენი მიდრეკილებებით, ჩვენი ფიქრებით, რომელიც გვაქვს აშენებული დუღაბად რო გვიდეს, ჩვენი ჩვევებით და ჩვენი თვისებებით, რომელიც გაგვაჩნია შინაგანად, აი ესეთი ძალიან მყარი კედელი არის აღმართული ჩვენში, რომელიც მარადიულობასთან აღარ გვაკავშირებს ჩვენ. ანუ სულის ნაწილი ეს არის აი ამოქოლილი არის სარკმელი, რომელიც ადამიანში უნდა იყოს, აი ეკლესიის გარეთ მყოფმა ჩვენ ადამიანებმა, რომლებიც გარეთ ვიყავით, ეს სარკმელი ამოქოლეთ. და როდესაც ეკლესიაში მოვედით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს სარკმელი გაგვეჭრა. ეს სარკმელი, ეს ჩვენი აშენებული ყრუკედელი, რომელიც ავაშენეთ ჩვენსა და ღმერთს შორის, აი ეს სარკმელის გაჭრა არის და სარკმელის გაჭრა მინდა გითხრათ, ტკივილების გარეშე შეუძლებელია. და აი ნახეთ როგორ არის და თუ კი ჩვენ შევეცადეთ და დავიწყეთ ამ სარკმლის გაჭრა. თქვათ და დავიწყეთ, აი სარკმელი ავიღეთ და გაჭრა დავიწყეთ. შემდეგ ამ სარკმლიდან როდესაც გაიჭრება ეს სარკმელი, ხო, აი ღმერთი მოდის. და ღმერთი როდესაც მოდის, აი ადამიანში საოცარი რამე ხდება, როდესაც ღმერთისა და ადამიანის შეხვედრა ხდება, იქ უკვე ადამიანისთვის პრიორიტეტები, ესე რომ ვთქვათ, პირველადი და მეორადი, რა არის ისე იგი მნიშვნელოვანი და რა არ არის მნიშვნელოვანი მიზეზთა მიზეზების ძებნა მოდის და აი აქ უკვე შემოდის ერთი მთავარი სახარებისეული ცნება, რომ ნახეთ, მანამდე როცა ყრუკედელი არის, ჩვენ ვეძებთ გახსოვთ სახარებაშია, ნუ ეძებთ რა ჭამოთ, რა სვათ, რა შეიმოსოთ, ხო? რამე თუ ამას ყოველივეს წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიებდით სასუფეველს ამ მთისასა და სიმართლეს ამისა და დანარჩენი ყოველივე შეგეძინება თქვენ. უფალი არ იძახის, საჭმელისთვის არ იშრომოთ, ტანსაცმელისთვის არ იშრომოთ და ამ წუთის სოფლისეული ისე იგი მდგომარეობა რაც გჭირდება ამ წუთის სოფელში ამისთვის არის ზრუნვა არა, მაგრამ გეუბნება რომ როდესაც ეს სარკმელი გაიჭრება, როდესაც შენ ჩემთან ურთიერთობას დაიწყებ და როდესაც მე და შენი შეხვედრა მოხდება, შენში სულიერი კანონი დაიწყებს მოქმედებას და პირველი კანონი რაც შენში ამოტივტივდება, იქნება ეს: პირველად ეძებდე სასუფეველს ამ მთისასა და სიმართლეს ამისა და ყოველივე
ისე იგი დანარჩენი ყოველივე შეგეძინოს თქვენ. ანუ პრიორიტეტები იცვლება. პირველი რა არის ჩემთვის? პირველი რა არის? ანუ არის ცათა სასუფეულის მკვიდრობა. პირველი ჩემთვის ეს არის ცხონება. პირველი ჩემთვის ეს არის განწმენდა. პირველი ჩემთვის ეს არის სულიწმინდის მადლის მოხვეჭა. პირველი ჩემთვის ეს არის ისე იგი სიწმინდე, ანუ წმინდანად უნდა იქცე ადამიანი და დანარჩენი ყოველივე შეგეძინება მერე, ანუ ზომიერების ფარგლებში ადამიანს საბოლოო ჯამში გექნება და აი ეს სულიერი კანონით, რომელზეც ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ჩვენში პრიორიტეტად ესე რომ ვთქვათ, ანუ პირველი რაც არის ამ მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭულობა, ანუ კედელი, რომელიც ჩვენსა და ღმერთს შორის არის აღმართული და სარკმელი, რომელიც გასაჭრელია, ეს სარკმელი რო ადამიანმა გაჭრა, უნდა გაჭრა სულიერი კანონი და სულიერი კანონი არის ყველა თითოეული ისე იგი დარტყმა აი ამ კედელზე, რომლითაც ადამიანმა ეს ოდესღაც უნდა ისე იგი ცირეოდენი ხრელი გააჩინო, ბზარი გააჩინო, საიდანაც სინათლე შემოვა და თუ სინათლე შემოვა, შემდეგ ღმერთთან ერთად ადვილად გამოჭრი ადამიანი ამ სარკმელს. მაგრამ კიდევ ვიძახი, როდესაც ეს სარკმელი იჭრება, ეს ტკივილზეა. ადამიანს, ანუ ადამიანი ისეთი ვეღარ იქნები. ანუ ქრისტიანი ადამიანი, რა მინდა ვთქვა, იცი, არ არის აი წმინდანები არ იყვნენ არასოდეს კომფორტული ადამიანები სამყაროსათვის. წმინდანები იყვნენ, ანუ წარმოიდგინეთ სიწმინდე რას ნიშნავდა, იცი, ამ ადამიანებს დღესაც უკვე ესეთი პერიოდია, რომ დღეს რომ ადამიანმა სიწმინდისკენ სვლა დაიწყოს, მართლა სიწმინდისკენ, მართლა თავის თავში ვნებებთან, თავის თავში ცოდვასთან, ფიქრებთან და იმასთან ბრძოლა დაიწყოს, ისეთი შინაგანი მდგომარეობა დაეუფლება და ისეთი დამოკიდებულება გაუჩნდება სამყაროსადმი, ესე რომ ვთქვათ, ნივთიერი სამყაროსადმი, ამ წუთის სოფლის სულისკვეთებისადმი, რომ სამყარო მას აღიქვავს როგორც, იცით როგორ, აი გახსოვთ მამა გაბრიელი აიღეთ, ხო? და წმინდანები, რომლებიც იყვნენ, მათ ეძახდნენ ფანატიკოსებს, მათ ეძახდნენ, რომ ჩამორჩენილები არიან, მათ ეძახდნენ, რომ რაღაცა ისე იგი ჭკუიდან შეშლილები არიან და ანუ ნახეთ, აი ეს ამ ტკივილს გაურბივართ ჩვენ. ჩვენ გვინდა აი თავისთავად სამღვდელოებაც ყველანი, ანუ ცდილობთ, რომ რაღაცნაირი ლავირება გავაკეთოთ. მიხვდით? აი გეტყვით რაზეც ახლა ცოტა ქვემოთ ჩავალთ, რომ ჩვენ ვეძებთ საბოლოო ჯამში უფალს ვევედრებით, ყველა აი დგევართ და ლოცვაში ვევედრებით, ღმერთო სიწმინდე მომეცი. ღმერთ ყველანი ვითხოვთ ეს მომეცი, ანუ რწმენა მომეცი, მაგრამ ნახეთ რას ვთხოვთ სინამდვილეში, მომეცი ისეთი სარწმუნოება, რომ ისე იგი ეს იყოს მოსახერხებელი რწმენა, ჩემთვის მოსახერხებელი რწმენა იყოს. და აი ეს მოსახერხებელი რწმენა უკვე აღარ არის სულიერი კანონი და სულიერი კანონის აღსულება და ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვლოცულობთ, პასუხს ვერ ვიღებთ იქიდან. იმიტომ რომ უფალს ჩვენ ვეუბნებით, რომ ეგ არ მინდა. ანუ სიწმინდე არ მინდა. იდეაში მინდა, მაგრამ ესე ტკივილი არ მინდა. ამ გზაზე შედგომა არ მინდა მე. აი ამის, რასაც ახლა ჩვენ წავიკითხავთ, ამის აღსრულება არ მინდა. არც სამღვდელოებას მათ შორის, ანუ არც სწავლა გვინდა მაგისი, ვერც შესრულება, ანუ ყველანი ჩვენ საბოლოო ჯამში ვეძებთ ჩვენთვის მოსახერხებელ სარწმუნოებას. აი მოხერხებული როგორი იქნება ჩვენი რწმენა, აი ამას ვეძებთ ყველანი. და ამიტომაც მთავარი რა არის, იცით? აი თითქოს ვეუბნებით უფალსო, სიწმინდე არ მინდა, უბრალოდ კარგი ადამიანი გამხადე. აი კარგი ადამიანი რო ვიყო, აი სამყაროში რაღაცნაირად და მშვიდად ვიყო, წყნარად ვიყო. ადამიანები რომ მოდიან ტაძარში ხოლმე ვეუბნები, აი რატომ მოხვედი, აი რაღაცა აფორიაქებული ვარ და სიმშვიდე მინდა და რაღაცა, ანუ ყველაფერი უნდა, მაგრამ სიწმინდისთვის ბრძოლა და ღმერთის ხილვა, ღმერთთან შეხვედრა, სიწმინდისთვის ბრძოლა, რომ მასში დამარცხდეს ვნებები, მიდრეკილებები, მავნე მიდრეკილებები, მავნე ჩვევები, ცოდვა დამარცხდეს ჩვენში, რომ განიწმინდოს ადამიანი და სიწმინდის გზას დაადგეს და ეს გზა ჯვრის გზაა და გოლგოთის გზა არის, ეს ადამიანს არ უნდა. ყველა ითხოვს გარკვეულწილად მოსახერხებელ
ისე იგი სარწმუნოებას და მათ შორის სამღვდელოებისაგანაც ამას ითხოვს ყველა ადამიანი, რომ როცა უნდა აზიარო, როცა უნდა, ანუ მისი მოთხოვნილებებია, ღმერთს თხოვა გარკვეულწილად თავისი მოსახერხებელი სარწმუნოება და ამ მოსახერხებელ სარწმუნოებაში უნდა აიყოლიოს სასულიერო პირიც, რომ როცა ის მოიცლის ადამიანი, როცა მოიცლის, როცა ტაძარში მოვა, როცა მას ესე რომ ვთქვათ, აი მოუნდება, მაშინ უნდა მოემსახურო ამ ადამიანს, იმიტომ რომ ღმერთისათვის ნათქვამი აქვს, რომ მომეცი, აი კარგი ადამიანი გამხადე, რა ისეთი 7 ადამიანი, გაწონასწორებული ადამიანი, რაღაცა კარგი ბედი, კარგი იღბალი, ამ წუთის სოფელში რაღაცა გარკვეული, ისე იგი ბარაქა, დოვლათი, კარიერა, ну რასაც ვითხოვთ ზოგადად საბოლოო ჯამში ჩვენ ტაძარში რომ მივდივარ და ეს არის ჩვენთვის მოსახერხებელი სარწმუნოება და ჩვენ სასულიერო პირებიც მათ შორის, როდესაც ჩვენ თვითონვე გვიჭირს, ნახეთ, რომ დისტანცირება გავაკეთოთ სამყაროსაგან, წუთისოფლისაგან, მის სულისკვეთებისაგან, ისე იგი ფულისაგან, ძალაუფლებისაგან, ესე რომ თანამდებობისაგან, პატივისაგან, ამისგან, როდესაც შენ თვითონვე არ ხარ ადამიანი სამწუხარო თავისუფალი, შემდეგ ნახეთ როგორ არის, შენც აყვები ადამიანს, აუცილებლად აყვები ადამიანს აი ამ მოსახერხებელ სარწმუნოებაში. ეხლა ნახეთ რა მინდა თქვა, რა თქმა უნდა თავში რო ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, მას მიყვები ამაში, კი, შეიძლება დაუშვა რაღაცა, მასთან უფრო მეტი დრო გაატარო, რაღაცა უფრო აი როგორ გითხრა, იცით, აი ეს ნდობის ფაქტორი გააჩინო ადამიანთან, რაღაცა რო ადამიანი მოვიდეს, დაინახოს რომ ისე იგი ეკლესია არ არის აქ, ისე იგი რაღაცა კანონებისა და ვიღაცას ისე იგი რაღაცა აბა შენ ესე და დამსჯელი ორგანო არ არის, რომ ადამიანმა თუ რამე დააშავა, არავინ არ დაჯის. ანუ გარკვეული სასულიერო პირი ცდილობს, რომ ისე იგი ნდობა გააჩინოს, ბარიერები, რომელიც მან ადამიანმა თავის გონებაში ისე იგი წარმოქმნა, ან ვიღაცამ წარმოუქმნა, რომ იცი ეკლესიაში ესეა, ისეა. სასულიერო პირი პირველ ეტაპზე რამოდენიმე ხანი ადამიანთან ამ ნდობისთვის და ადამიანმა რომ ისე იგი ეს ბარიერები გადმოაბიჯოს და ბარიერებს გადმოვიდეს, ხო? ადამიანი ისე იგი სასულიერო პირი ცდილობს, რომ მოიყვანოს ადამიანი აქამდე, მაგრამ სამწუხარო რა არის, იცით? წლები გადის მერე, წლები გადის და ის ადამიანიც, ვინც მოვიდა და სასულიერო პირიც მათ შორის, ისე იგი თავისთავად მხოლოდ და მხოლოდ ისე იგი ამაზე ჩერდებიან, ამის იქით აღარ იხედებიან ადამიანები, ამის იქით აღარ უყურებენ, რომ რაღაცა ისე იგი აი ეს კანონი, სულიერი კანონი, ანუ სიწმინდისკენ სვლა არის საჭირო, ანუ განწმენდა და სიწმინდისკენ სვლა არის საჭირო, ამისკენ არ მიდიან და სამწუხაროდ აი ესე ყალიბდება მოსახერხებელი სარწმუნოება და მე როგორ არის, აი კარგი ადამიანი, როგორც გითხარით, კარგი ადამიანი მინდა და აი ესე უფალის თითქოს აი ამ წლები გადის და ჩუმად არის. ნახეთ, ამ ჩვენ ლოცვაზე და ამ ჩვენ მდგომარეობაზე ჩუმად არის, იმიტომ რომ ის ისე იგი კი აკაკუნებს ჩვენ კარზე, მაგრამ ჩვენ ამის გაღება არ გვინდა. სარკმელი, რომელიც უნდა გავჭერათ კედლის იქით ამ მხრიდან, კაკუნი გვესმის უფლისა. უფალი აკაკუნებს, რომ აი მე მეუბნება, მამა გიორგი, ხო არ დავიწყოთ ამ გიკაკუნებ იქიდან და გამომხედე, მან კედლის გაჭრას ხო არ დაიწყებ. სახარების კითხვას ხო არ დაიწყებ, სულიერი კანონის აღსრულებას ხო არ დაიწყებ, რომ ნელ-ნელა შევხვდეთ ერთმანეთს, ეს სარკმელი გაიჭერას და მე და შენ შევხვდეთ ერთმანეთს. და გამომდინარე აქედან, როდესაც აი ეს შეხვედრა უფალთან არ ხდება და აქედან ჩვენი მცდელობა არ არის, არამედ ჩვენ რაღაცა ამ ესე რომ ვთქვათ, ჩვენ რაღაცა ესეთი ეკლესიურობაში და იმაში კარგად მოვერგეთ ამ მდგომარეობას, არ მივდივართ ჯვრის გზაზე და არ მივდივართ სულიერი კანონის აღსრულების გზაზე, მათ შორის სასულიერო პირმაც შემიწყო ხელი ამ კუთხით, რომ იცი რა, მოკლედ დამეხმარა იმაში, რომ ისე იგი ეს სულიერი კანონი და ხშირად არის ხოლმე გაიგებ ადამიანი ესეთ რაღაცას, რომ იცი რა, აი ის არის რა ქვია, ხო დადის ადამიანი ეკლესიაში და რაც თავარია ეკლესიაშია, მაგრამ დასვით კითხვა ხალხო, მე იმაზე არ ვიძახი ახლები რომ მოვიდე, მაგრამ 20 წელია და მეტი ადამიანები ტაძარში დავდივართ უკვე, დაუბერდით, ზოგი ადამიანი უკვე იქ მოვიდა, დაბერდა და ეხლა უკვე უნდა გარდაიცვალოს, ღმერთთან უნდა ღმერთს უნდა შეხვდეს. და დასვით კითხვა აქ ამ წუთის სოფელში, გარდა იმისა, რომ მოკლედ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება რაღაცა გარკვეულ რელიგიური მეებს ასრულებ ადამიანი, ღმერთთან შეხვედრა მოახერხე?
დავსვათ ეს კითხვა სამღვდელო პირმას და მანაც, რომ ეს ხო სახუმარო საკითხი ხო არ არის. ეს ხო არ არის საკითხი რაღაცა გინდა არ გინდა, ეს ხო ცხონება არ ცხონების საკითხია. ეს ხო ან სიწმინდე, ანუ კარგი ადამიანი სხვა არის, მაგრამ სიწმინდე სხვა არის. ანუ ის, ვინც სიწმინდისთვის იბრძვის, კიდევ ვიძახი, გავარჩიოთ ერთმანეთისაგან, რა თქმა უნდა, შედეგი, რომელიც წმინდანობა ქვია და სიწმინდე ქვია და გავარჩიოთ ის, რომ გზა, რომელსაც ჩვენ მივადექით. უფალი იმას ამბობს, რომ აცხოვნებს იმ ადამიანს, რომელმაც კაკუნი გაიგო იქიდან, სარკმლის იქით ამ მხრიდან გაიგო კაკუნი ღმერთისა და დაიწყო ამ თავისი აშენებული, ესე რომ ვთქვათ, დაიწყო თავისი აშენებული ამ კედლის დანგრევა. და არა ის, რომ იცი რა, მე მოვერგე კარგი მოსახერხებელი სარწმუნოებრივი ფაქტორები შევიქმნი და კარგად ვარ, თბილად ვარ, კიდე გეუბნებით, ამ დროს უფალი ჩუმდება და სხვათა შორის ბოროტის სულიც კი ამაში ხელს არ გიშლის. იმიტომ რომ თავარზე ხარ აწეული, სულს არ იწმინდა ადამიანი, სულის განწმენდა არ ხდება ამ დროს. ანუ სულის გამრთელება არ ხდება, სულის კურნება არ ხდება ამ დროს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული ფორმებით აღესრულება, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, სიწმინდის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია, თუ კი ადამიანი მოკლედ ჯვრის გზას ადგება და მოკლედ ტკივილი არის საჭირო. ანუ უნდა გეტკინოს ადამიანს, იმიტომ რომ რასაც დაჩვეული ხარ, იმას უნდა გადაეჩვიო. და ეს ტკივილია და ამ ტკივილს მხოლოდ და მხოლოდ შინაგანად კი არ განიცდის, სხეულიც კი განიცდის ადამიანისა. როდესაც რამეზე დაჩვეული ხარ ადამიანი და ამაზე გადაჩვევას მოკლედ ცდილობ. და ხშირად არის ხოლმე აი ესეთი რაღაცა, როდესაც ჩვენ მოკლედ გვინდა ეს თითქოს რაღაცა ამ რელიგიურობაში ვართ და ანუ ხდება ბოლოს რა, საბოლოო ჯამში ხდება ესეთი რაღაცა, რომ ვრჩებით ღმერთის გარეშე, იცოდეთ, ვრჩებით ღმერთის გარეშე, ისე იგი ვრჩებით სიწმინდის გარეშე, სამწუხაროდ სიწმინდის გარეშე ვრჩებით და ცარიელი სულით ვრჩებით. აი სამი რაღაცა, ანუ ადამიანში უღმერთობაა, სიწმინდე არ არის და სული არის ცარიელი საერთოდ. და ვრჩებით უბრალოდ ლამაზად შეფუთული საეკლესიო წესებში. აი ლამაზად შეფუთული, ჩვენ რომ შევიფუთეთ ლამაზად შეფუთული, ისე იგი საეკლესიო წესებში. და აი ხლა ნახეთ როგორი რაღაცა არის. აი მინდა რომ ერთ რაღაცა მთავარს შევხედოთ, ანუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი, რომ აი მაგალითად წირვაზე, ეხლა მე ვხვდი, ისე იგი ძალიან ვინანე ალბათ პირველი იყო, შეიძლება იყო კიდე რაღაც ესეთი შემთხვევები, რომ სვეტიცხოველში ვერ წავედი, მოკლედ სახურებაზე და მოკლედ სახლში შეუძლოდ გახდით და სახლში ჩავრთე პირდაპირ ეთერში იყო მოკლედ სახურება და იქ მოკლედ აი რაღაც ძალიან ბევრი ხალხი იყო და ფიქრობ, აი ვიღაც კითხულობს, რომელ წიგნზე იყო საუბარი, წიგნი არის სულიერი კანონის შესახებ მარკოზ ეფესელი, გამოცემული არის ჯვართამაღლების სამრევლოს წინამძღვრისა და მათი სამღვდელოებისა და სამრევლოს ისე იგი წიაღში და მას დაეხმარა ვატოპედის მონასტერი და მოკლედ ძალიან კარგი წიგნია. თან არის ახალ ქართულად, ძველ ქართულად მარკოზ ეფესელი არის გარკვეულწილად შესული, ანუ ისე იგი ფილოკალიის იმებშიც არის, მაგრამ აი ეს ძალიან კარგი არის, ძალიან კარგი ახალ ქართულად არის, თან სკოლიოებია კარგი და მოკლედ ძალიან დაგეხმარებათ ეს ყოველივე. ეხლა რაც შეეხება, ნახეთ, ანუ რა მინდა თქვა, რომ სვეტიცხოველი მოვიტანე, ხო? ამდენი ხალხი იყო და თქვენს დაუფიქრდით, აბა გეხართ სახურებაზე, თქვათ. გეხართ წირვის სახურებაზე, საიდანღაც წარმოიდგინე შორიდან ჩახვედი, ამხელა გზა გაიარე და სახურებაზე დგეხარ. ანუ სადაც არ გინდა იყო ადამიანი, რომ გამოდიხარ იმ სახურებიდან, აბა თქვი, რა სულიერი კანონი აღსრულდა, ან მოგინდა მისი აღსრულება წირვის მერე. აი მაგალითად ვიზეც ნაწყენი იყავი, მზად ხარ მას ან დაურეკო, ან დაელაპარაკო და შენდობას თხოვო. ანუ მსახურების მერე მზად ხარ, რომ ის ადამიანები ვიზეც წყენა და რაღაც ესეთი შეიძლება სიძულვილი ქონდა, იმ ადამიანების მიმართ რაღაცა ისე იგი კეთილგანწყობა, ან გულმოწყალება, ან ემპათიური დამოკიდებულება, ანუ გაჩნდა შენში.
ანუ რო გამოხვედი მსახურებიდან, ანუ როდესაც მსახურებიდან გამოხვედი, მოგინდა მაგალითად რომ ადამიანმა რამე ისე იგი აი გაჭირვებულს დაეხმარო, წახვიდე აი ამოიღოთ ახლა რომელსაც სანამ შეხვიდოდი ისე იგი ფიქრობდი რომ აგერ 20 ლარი მიდევს ჯიბეში და ეს 20 ლარი მჭირდება ამისთვის და იმისთვის ის უნდა ვიყიდო ეს უნდა ვიყიდო და რო შეხვედი ამ მსახურებაზე ხო და გამოხვედი იქიდან ამ შენ ჯიბეში არსებულმა ფულმა რომელიც ახლა გაქვს სხვა მნიშვნელობა შეიძინა ანუ თქვი რომ იცი რა აიმე მოდი ამ მოწყალებას გავცემ ახლა ანუ შეიცვალა შენში რამე ანუ სულიერი კანონის ან ცოდნა მიიღე წირვაზე რო იდექი რამე მიიღე რაღაცა დაიტიე რაღაცა რომელიც იცოდი იმის გაკეთება მოგინდა აი დააკვირდეთ ყველაფერს ამას წინათ აი როგორ გითხრათ იცი აი თითქოს ესეთი რამეა ხომე რომ აი ჩვენ დღეს არის აი ესეთი რაღაც რომ ისე იგი კულტურაში ვიძირებით, რაღაცა იმაში ვიძირებით ადამიანი, რომ აი ხშირად ჩემთვის აი სასულიერო პირებს ვთქვამთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ამას თავისი მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, პირველად ეძებდეთ სასუფეველსაც ათასა და სიმართლეს ამისა და დანარჩენი ყოველივე შეგეძინებათ. აი, მაგალითად ქართული სუფრა, პურმარილობა, ხო, რომელიც აი რაც გვაქვს ჩვენ თავისთავად, ხო, ძალიან კარგი ტრადიცია გვაქვს. აი, სულ კითხვას, ხო, კარგია სუფრა, მაგრამ სუფრის მერე ან სუფრაზევე თუ კი შენ რაც არ უნდა იქ ლამაზ სიტყვებს ლაპარაკობდე ადამიანი რაც არ უნდა იქ რაღაცა ისე იგი ისტორიებს იხსენებდე იმას და ამას ისტორიულ ფაქტებს წარმოაჩენდე რაღაც ესე ანუ დავსვათ კითხვა რო წამოვედი იმ სუფრიდან მე რაიმე უკეთეს რას გულისხმობ სულიერი კანონის ახსული ანუ უფრო გულმოწყალე უფრო შემწყნარებელი, ანუ ქრისტეში უფრო გავიზარდე თუ არ გავიზარდე. აი ეს უნდა დავსვათ ყველა, ნახეთ ეს კითხვა უნდა დავსვათ, რომ ნებისმიერი მოვლენა, რაც შეიძლება ჩვენს გარშემო ხდებოდეს, ხო? ჩვენ სულიერი კანონის ახსულებისკენ გვიბიძგებს, ჩვენ სულიერი კანონის შემეცნებისკენ გვიბიძგებს, თუ უბრალოდ რაღაცა ესეთი ჩვეულებრივი ყოფა ცხოვრებაში ვარ და ნახეთ ხალხო, წლები გადის. ნახეთ, აი წლები გადის და ეს სამყარო სხვა კი არაფერს არ იმაშვება ჩვენს ენერგიას და ჩვენ დროს აი ჭამს და ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სინამდვილე რაც არის ანუ მიზეზთა მიზეზი რაც არის სულიერი ცხოვრებაში ხელს გვიშლის ხან პოლიტიკური პროცესებია ხან რაღაცა ეკონომიკური პროცესებია ხან კულტურული ღონისძიებებია ხან ის არის ხან ეს თან ესენი იმდენად სწრაფია და იმდენად სულიან ერთმანეს თან ეხა როგორ არის მარტო ადრე ხა თქვა 1000 ერთხელ რამე ჩატარდებოდა ადამიანი იქ არ მიხვიდოდი ან არა მაგრამ ეხლა ისე იგი ინტერნეტია ხო ტელევიზია ინტერნეტია ყველაფერში ჩართული ხარ ადამიანი თუ იქ არ მიხვედი სადღაც უყურებ ამას ანუ საბოლოო ჯამში ეს წუთისოფელი იმდენ დროს და იმდენ ენერგიას გვართმევს და გვაცლის სხვათა შორის არა მხოლოდ უარყოფითზე არამედ შეიძლება დადებითზეც კი ანუ სადღაც სუფრაზე წახვიდე, იქ ადამიანი რაღაც კულტურულ ღონისძიებას დაესწრო, იმას დაესწრო, ამას დაესწრო, ქორწილში წახვიდე. ანუ ყველაფერი ეს ხო კარგია, ნამდვილად კარგია, ცუდი არ არის. ვინ იტყვის ახლა რომ ვიღაცა ადამიანი ქორწილში რო წახვიდე, ცუდი არის, რომ შენ ახლობელთან რაღაცა მიხვიდე, მაგრამ დასვით კითხვა უბრალოდ რომ ამისთვის დრო გრჩება. სულიერი ცხოვრებისთვის დრო გრჩება, ანუ ჩვენი სული რომელიც ის სარკმელი გვაქვს გასაჭრელი. ანუ იმ სარკმლის გაჭრისთვის ვიცლით. და თუნდაც რომ წირვაზე დგეხარ, იმ სარკმელს რო არ ჭრი, ეს ხო პრობლემაა. ლოცვაზე რო დგეხარ თუნდაც სახში და იმ სარკმელს არ ჭრი, ესეც ხო პრობლემაა. როდესაც ლოცვაზე დგეხარ და უფალს ეუნები, უფალო სიმდაბლე მომეციო და გამოდიხარ გარეთ და ვინმე რაღაცას გსაყვედურობს და ბოღმით ივსები ადამიანი აგერ უფალს მოსთხოვე სიმდაბლე მომეციო მოგივლინა ვიღაცა რომ აგერ წენა ანუ მაქსიმი ამხსარებელი იძახის ნებისმიერი სათნოება საწინააღმდეგოთი მიიღწევაო თუ კი შენ სიწმინდე გინდა ვიღაცა მოვა და უწმინდურობისკენ გიბიძგებს თუ კი შენ თავმდაბლობა გინდა ვიღაცა მოვა და შეურაცხყოფას მოგაყენებს თუ კი შენ მორჩილება გინდა უფალს თხოვ რომ მორჩილი გამხადეო ვიღაცას წინააღმდეგ აგამხედრებს იხვდით რა ხდება, ანუ წინააღმდეგობრივად, ანუ ტკივილი ამიტოა სულიერი ცხოვრება, გარკვეულწილად ტკივილი არის, იმიტომ რომ ჯვრის გზა არის. და სულ კითხვას ნახეთ უბრალოდ, აი დაუსვით თქვენ თავს ნამდვილად კითხვა, რომ
აი სარკმელი, რომელიც გასაჭრელი გვაქვს ჩვენსა და ღმერთს შორის შესახვედრად. ჩვენსა და ღმერთს შორის შესახვედრად. ეს სარკმელი დღეში რას უთმობ? დღეში უთმობთ რაიმე დროსო ამ სარკმელს ცოტას მაინც უკაკუნებთ? და კიდე გეუბნებით, ვიმეორებ, ეს დაკაკუნება არის სულიერი კანონის ცოდნა, სულიერი კანონის შემეცნება, ლოცვა ღმერთისადმი, რომ ეს კანონი ნამდვილად სულიერი იყოს ჩემში და სულიერად წარმოჩინდეს. დავიტიო ეს სულიერი კანონი და შემდეგ ძალა მომცეს უფალმა მისი აღსრულებისა. რომ შევძლო ეს კაკუნი, რომ შევძლო ეს ისე იგი ამ ღმერთთან შეხვედრა. და ჩვენ ანუ კიდე მინდა გითხრათ, რომ აი რაც წეგან თქვი, რომ ღმერთის გარეშე, სიწმინდის გარეშე სულიერად სარიელები ლამაზად შეფუთულები ვართ, აი იცოდეთ, ან თვალისთვის ლამაზად შეფუთულები ვართ საეკლესიო, ესე რომ ვთქვათ, წესებში და ასე შემდეგ. რომელსაც რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, უნდა ვასრულებდეთ, მაგრამ სვავ კითხვას, თუ შენ ლოცულობ და ისევ ამპარტავანი ხარ, თუ შენ ღმერთს თხოვ, ანუ წირვაზედ გეხარ და მის იქიდან გამოსვლის შემდეგ შენ სულიერი კანონის აღსრულება არ გინდება, მაშინ სვავ კითხვას, აბა რა არის წლები რო გადის ეს ყოველივე, შენი სული, ხო, სულისა და ხორცის გაყრა რომ მოხდება, შენ ხო ამ სული თუ და წარსდგე ღმერთის წინაშე. რა დღეშია ეგ სული? ცარიელია, სიწმინდე არ უყვარს და ღმერთის გარეშეა. და ღმერთი უბრალოდ ჩუმად არის. ხმას არ იღებს, არაფერს არ ჩველოცვებს პასუხობს, არ ჩველოცვებს პასუხობს. არაფერს არ გვეუბნება, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ელოდება იმას, რომ როდის დაიწყებ, მამა გიორგი, მე მეუბნება, ეს და გასაგებია, წირვების ჩატარება, ეს ყველაფერი გასაგებია. დამაც ერთი გამაგებინე, როდის დაიწყებ საკუთარი ამპარტავნების დაძლევას. მამა გიორგი, როდის დაიწყებ საკუთარი პატივმოყვარეობის დაძლევას. როდის დაიწყებ საკუთარ თავში ვერცხლის მოყვარეობისა, სახმართ მოყვარეობის დაძლევას. როდის დაიწყებ საკუთარ თავში ბილწი ფიქრებისა და აზრებისადმი, ისე იგი ბრძოლას და დამოკიდებულებას როდის შეცვლი. როდის დაიწყებ ამას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გასაგებია, რომ წირვის ჩატარება რო შეგიძლია გასაგებია, სახარი, ანუ ნუსხა ხუცურით კითხვა რო შეგიძლია გასაგებია, ანუ წიგნების კითხვაც რო შეგიძლია გასაგებია, რომ წაიკითხე, ამას კითხულობ, ესეც გასაგებია. შენზე მეტი ამის შესახებ იცის ბოროტმა სულმა. მას არ ჭირდება სულა წიგნები, მას ზეპირად იცის ეს ყველაფერი, მაგრამ ბოროტად ეშმაკად რჩება ისევ. და სვავ კითხვა, შენ ლაპარაკი შეგიძლია, შენ ეს შეგიძლია, ის შეგიძლია, თუ რაღაცა, ხო, გასაგებია რაღაცები შეგიძლია, მაგრამ მამა გიორგი, ხდელო გიორგი, როდის დაიწყებ სინამდვილის გაკეთებას, როდის დაიწყებ ჩემთან შეხვედრას, როდის დაიწყებ ნამდვილად აი ამ სარკმლის გაჭრას, რომ მე და შენ შევხვდე და შენ სულიერად მოემზადო ცხონებისათვის, როდის დაიწყებ ამას? და ამას ელოდება ჩვენგან ყველა ჩვენს ყოველდღიურად, გძინავს თუ გვიძავს, ლოცულობ თუ არ ლოცულობ, მუშაობ თუ რასაც არ გინდა ვაკეთებდეთ, უფალი ამას ელოდება ჩვენგან და მით უმეტეს, როცა ტაძარში მივდივართ, მივედით ტაძარში და უფალი ელოდება, ისევ ისეთი ხარ. თითქოს იქ წირვა ტარდება, წირვაზე, ანუ მე ჩემ თავზე რო ვთქვა, დგევარ იქ და კიდე ვერ მიხვდი მამაო, კიდე ვერ მიხვდი ამას, რომ არ მინდა შენგან არ ვითხოვ აი ამ შენი ისე იგი მსახურებების იმას, რა თქმა უნდა კარგია რო აღასრულებ, საშუალებაა ეს იმისა, მე გაძლევთ ამ მსახურების ფორმას გაძლევთ იმისთვის, რომ თქვენ შეეძლოთ სულიერი კანონის აღსრულება ისწავლოთ, სულიერი ცხოვრება და ისწავლოთ და იმ სულიერი ცხოვრებას, რომელსაც ტკივილი მოყვება, ამ ტკივილში შემომყვეთ და ჯვრის გზას დაადგეთ, ჩემ გზას, რომელიც მე მცნებად მოგეცით. ხშირად ჩვენ რო სახარებას ვკითხულობთ, აი წარმოიდგინეთ უბრალოდ უფალი დგას რა, ჩვენ რაღაცა როგორ ვართ, იცი, იმ მამაო მესა თქვა, ამ მამაო მესა თქვა და წმინდა წერილი ჩვენ გონია, რომ ეს სულიერი, ყველაზე მთავარი სულიერი კანონი, რომელიც გვაქვს წმინდა წერილი, სახარება, რომელსაც არ ვეცნობით და თუ ვეცნობით, მანდ როგორაა თითქოს, იცი, ადამიანი, ეგ კი არ წარმოიდგენს, რომ ამ სიტყვას ღმერთი გეუბნება. წარმოიდგინე უბრალოდ, ოდესაც სახარებას კითხულობ, ხო?
ისე იგი ქრისტე გელაპარაკება და რას გეუნება ქრისტე გიდგას წინ წარმოიდგინე და გეუნება მღვდელო გიორგი ცნებას გაძლევ რომ პირველად ეძებეთ სათა სასუფეველი და სიმართლე მისი და დანარჩენი ყოველივე შეგეძინება შენ მღვდელო გიორგი ნუ ზრუნავ იმისათვის პირველ რიგში რა ჭამო რა სვა რა შეიმოსო ამას ყველაფერს წარმართები ეძებენო მაგრამ მე შენ გეუნები პირველად ეძებეთ სათა სასუფეველი და მისი სიმართლე და დანარჩენი მომენდე და ყოველივე შეგეძინება შენ ამას ხო ქრისტე გეუნება შენ ამას ხო ვინმე მღვდელი არ გეუნება ეს ხო galaktikების შემოქმედი ღმერთი ის ღმერთია რომელთანაც შეხვედრა გინდა რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ განიწმინდები ადამიანი რომლის გარეშეც ვერ გასუფთავდები ადამიანი სულიერად შეუძლებელი ადამიანი გასუფთავდე და ანუ თუ კი შენ მის სიტყვას და მის მცნებას მის სიტყვას არ ისმენ და მის მცნებას არ აღასრულებ სვავ კითხვას რისი იმედი გვაქვს ჩვენ ქრისტე გვეუბნება ამას ცნებას ახასა მოგცემ თქვენ რათა იყვარებოდეთ ურთიერთას და სიძულვილით გული სავსე ქრისტე მეუნება ამას მამა გიორგი კი არ მეუნება ან მეუფე ვინმე კი არ მეუნება ან მისი უწმინდესობა პატრიარქი კი არ მეუნება თუნდაც თავად galaktikების შემოქმედი ღმერთი მაძლევს ამ ცნებას რომ შენ როდესაც მეუნები რომ ქრისტიანი ხარ და შენ როდესაც იძახი რომ შენ ჩემთან შეხვედრას აპირებ, აი მე გეუნები რომ აი ეს მცნებები შეასრულე და სვავთ კითხვას კაცო, თუ კი არც კითხულობ ადამიანი წმინდა წერილს, თუ კი არ კითხულობ მამათა გამოცდილებას, რომელიც არის, აბა ისმის კითხვა, აბა რა არის ეს? და წაკითხვაც კიდე გეუნებით, ანუ წაკითხვაც არაფერია. წაკითხვაც შეუძლია ადამიანს ბევრი რამე ეკითხოს, ბევრი ნაკითხი ადამიანია დღეს თეოლოგების ზვინი დგას, ესე რომ ვთქვათ. ანუ მცოდნი ადამიანებისა, მაგრამ პრაქტიკაში აღმასრულებელი ადამიანების სიმცირეა. სასულიერო პირები, რომელიც სულიერ კანონს აღასრულებენ. სასულიერო პირები, რომელიც ესე იგი შეიმეცნებენ და აღასრულებენ ამას. დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს ამ კუთხითაც, იმიტომ რომ ანუ ძველ ეკლესიაში ესე იყო, რომ ყველა სამღვდელო პირი ეკლესიის აღსარებას არ იბარებდა, სულიერად არ მოძღვრავდა არავის. ხოლო ისინი, ვინც უკვე გამოცდილება შეიძენდნენ და თვითონვე სულიერ კანონს აღასრულებდნენ, იცოდნენ, ესენი ცდილობდნენ, რომ მიეღოთ აღსარებას და დაემოძღვრათ ადამიანები. დღეს აბა 25 წლის ადამიანი მღვდელია უკვე და 25 წლის ადამიანი უკვე მოძღვრავს სხვა ადამიანებს. ხორთულია მისთვის. იმიტომ რომ მან ხო სულიერი კანონი უნდა იყოს, ამიტომ ამდენი შეცდომაც. ამიტომა შემდეგ ჩვენ თვითონაც ვერ ვიგებთ, ვერც ისინი იგებენ, ვერც ჩვენ ვიგებთ რა უნდა გავაკეთოთ, არც ანუ ვერაფერს ანუ სულიერი ცხოვრების სრული უცოდინარობა გვაქვს ჩვენ. და ამიტომაც მე გადავდივარ დამხმარე საშუალებებზე, კულტურაზე რაღაცა აი, ისე იგი მოდი ეს გავაკეთოთ, მოდი ესე რომ ვთქვათ, აი, სულელობა მოვაწყოთ რაღაცა, მოდი ის გასაგები ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რამე მსვლელობის მოწყობა, რაღაცა დაორგანიზება, რაიმე რელიგიური იმებისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რამე კონფერენცია ჩავატაროთ, რამე შეხვედრა ჩავატაროთ, რაღაცაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ კი ეს ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა და იქ ვინც ვილაპარაკეთ და დღესაც ახლა ვინც საუბრობ, ამ საუბრის მერე ამაზე არ დავფიქრდებით და ცოტა მეტად ამ სულიერი კანონის შემეცნებასა და აღსრულებაზე არ გადავდგავთ ნაბიჯებს და არ დავადგებით ამ სულიერ გზას, აბა მითხარით, მნიშვნელობა რაღაცა აქვს მაშინ. და მართლმადიდებლობა ეს არის, წინაზეც გითხარით, ანუ კნინდება ამითი მართლმადიდებლობა, როდესაც მართლმადიდებლობა დაყვანილია მხოლოდ და მხოლოდ აი ამ გარეგნულ ფორმებზე. და მე გეუბნებით პირდაპირ, ანუ მამები აი პირდაპირ ყველანი ამაზე საუბრობენ, რომ პირველ რიგში და ყველაფერი ამ სამყაროში, ყველაფერი, რაც კი ეკლესიის წიაღში არსებობს. აი წარმოიდგინეთ გალავანი რო იყოს ესე შემორტყუ და ამ გალავნის შიგნით ეყაროს მრავალნაირი ქვა, ულამაზესი ქვები, კუთხის ქვები, ულამაზესი სხვადასხვა ფერის ქვები არის, მაგრამ ადამიანმა ტაძარი, სულის ტაძარი უნდა აშენო ამით. ყველა ჩვენთაგანი ჩვენივე სულის აშენ ამიტომ არის ეს ქვები კიდე არის ეკლესიის წიაღში არსებული ყველანაირი საშუალებები.
წირვა, ლოცვა, ისე იგი აღსარება, სინანული, 7 საიდუმლო რაც გვაქვს, ყველაფერი რაც კი ეკლესიის გამოცდილება არის, აი ამ ლამაზ ქვებში არის ერთ დიდ გალავანში. მაგრამ ჩვენ ამისგან უნდა სული ავაშენოთ. და მხოლოდ ის რომ აგერ ეს გვაქვს, ესე ხო არ, ანუ სულიერი ცხოვრება ხო არ გამოვა ამით. და მე რისი თქმა მინდა რომ ჩვენ ხომ ღვთის წინაშე უნდა წავსდგეთ. ვინ იღებს პასუხისგებლობას იმაზე ნებისმიერ თქვენთაგანზე დასვით ეს კითხვა, უბრალოდ აი თქვენ თავს დაუსვით კითხვა რომ ვინ იღებს პასუხისგებლობას იმაზე რომ დღეს თქვენი სულიერი მდგომარეობა არის მაცხოვნებელი და საცხოვნებელი. რომ თქვენ ღმერთის გარეშე არ ახართ, რომ თქვენ სიწმინდის გარეშე არ ახართ, რომ თქვენი სული ცარიელი არ არის. ვინ არის ამაზე პასუხისგებელი, ვინმე შეგიძლია გითხრა და თუ თქვენ დაიჯერეთ ეს რომ ღმერთი უკვე თქვენთან არის და თუ დაიჯერეთ რომ უკვე სიწმინდეში ხართ და ისე იგი თუ დაიჯერეთ რომ თქვენი სული სავსეა უკვე სულიწმინდის მადლით, მაშინ ეს უარესია თქვენ ისე იგი ხიბლში ყოფილხართ, იმიტომ რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ადამიანი რა მდგომარეობაშია. მე ჩემი თავისა ხო ვიცი კაცო, ჩემი თავისა ხო ვიცი რა მდგომარეობაში ვარ, რანაირად შეიძლება თქვა, მაგრამ აი ეს არის ზუსტად ეს მიბიძგებს მე იმისკენ. ეს მიბიძგებს იმისკენ რომ მეტი ვეცადო რომ სულიერი კანონი ავასრულო, სულიერი კანონი შევიმეცნო და სულიერი კანონი ავასრულო, ანუ სულიერი ცხოვრება დავიწყო. და ერთადერთი კიდევ სვავ კითხვას, დაუსვით თქვენ თავს კითხვა და დაუსვით თქვენს გარშემო, შეეკითხეთ თქვენს მოძღვრებს, შეეკითხეთ ადამიანებს, რომ მზად ხართ იმისთვის, რომ ღმერთის წინაშე წავსდგეთ. ანუ დაუსვით თქვენ თავს კითხვა, უბრალოდ ემზადებით ამისთვის, დღესვე რომ გახვიდეთ ამ წუთის სოფლიდან, მზად ხართ ღმერთისადმი შესახვედრად. მაქსიმე ამხსარებელი იძახის და ყველანი ერთხმად იძახია, რომ ღვთის წინაშე ყველას მოგვიწევს ჩვენ წარდგომა. ცოდვილსაც და მართალსაც. უწმინდურსაც და წმინდას, ანუ ღვთის წინაშე მოგვიწევს, ჩვენ ღვთის წინაშე განვისჯებით ჩვენ. და მზად ვართ ამისთვის და თქვენ როგორ ფიქრობთ, ის რაც აქ დარჩება, ის აქ დარჩება. ვიხდით რას გეუბნ, ანუ ის რასაც აქ აღასრულებთ, ეს აქ დარჩება, იქ რა მიგვაქვს. სული რითია სავსე, იქ რა მიგვაქვს, იქ აღარ იქნება ლიტანიობები, იქ აღარ იქნება კონფერენციები, იქ აღარ იქნება სამრევლო სკოლები და შეხვედრები, იქ ესენი აღარ იქნება, იქ იქნება რეალობა ღმერთისა. აღარ იქნება ვინმეზე საუბარი საჭირო, რომ მივხვდე რაღაცას, იქ უკვე რეალობის წინაშე დავდგები. აღარ იქნება იქ წინასახე პურისა და ღვინის სახით, ანუ სისხლი და ხორცი მაცხოვრისა პურა და ღვინოთ მიიღო, იქ იქნება უკვე ცოცხალი ღმერთი. ქრისტე იქნება, ის ნანატრი, რომელიც გენატრებოდა, რომელიც გინდა, რომელსაც სული ეძებდა, რომლის სული, შენი სული ცდილობდა ამ სარკმლის გაჭრასო ღმერთთან ღმერთ შეხვედროდ. ესაა ანუ კიდე მინდა გითხრათო, ესაა ზუსტად მართლმადიდებლური სიღრმე. და ისე იგი, ახლა მე კიდე მინდა თქვა, რომ ძალიან კარგია ეს წელიწადი და შემდეგი წელიწადი იქნება 1700 წლის თავი. წელი შესრულდება ქართლის, ესე რომ ვთქვა, საქართველოს გაქრისტიანების. ანუ რითი ვხვდებით ამას? რითი უნდა შევხვდეთ? ანუ შედეგი რა უნდა დავდოთ? ღონისძიებები მოვაწყოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ღონისძიებები მოვაწყოთ, თუ ვაპირებთ, რომ სულიერი ცხოვრება დავიწყოთ ამასთან ერთად. რომ ღმერთი შემოუშვა ჩვენში, ღმერთთან შეხვედრა შევძოლოთ. ამიტომ ეს გვინდა, თუ უბრალოდ უნდა გარეგნულად პომპეზურად შევასრულოთ რაღაცები, რომელიც არის, ანუ დავიხარჯოთ ჩვენი ინტელექტით, გადმოვღვაროთ ყველამ ჩვენი და ჩვენივე პატივმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ, ეს გვინდა, თუ სულიერად უნდა შევიცვალოთ. თუ სულიერი კანონის აღსრულება და სულიერი ცხოვრება დავიწყოთ ყველამ ერთად ყველამ ერთად. ყველაფერში უნდა მივიღოთ, აი ყველაფერში ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ. ამ წელს მით უმეტეს ეს შემთხვევით არ ხდება.
აქამდე მოვახციეთ, ყველანი აქტიურები უნდა ვიყვეთ, ყველანი უნდა ჩართულები ვიყვეთ, ყველა ჩვენს გარშემო რაც არის აქტიურად, რისი შესაძლებლობასა და ძალას მოგცემ ღმერთი. მაგრამ სულიერად უნდა გავიზარდოთ. ეს ნაბიჯი უნდა იყოს ღმერთთან შესახვედრად. ჩვენ შინაგანად სულის ცარიელი არ უნდა დარჩეს. სიწმინდის გზას უნდა დავადგეთ ამით. ოღონდ სიწმინდის გზას არა გარეგნული ფორმებით, აბა წავედით ყველანი ჩვენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრია ყველა და ამ ფრაზების უკან კი არ უნდა ამოეფარო, ისე იგი სულით ცარიელი და სუსტი ადამიანი. არამედ უნდა სულიერად შეიცვალო ადამიანი. უნდა სულიერად გამოჯამთელდე, ანუ საკუთარ ცოდვასთან, საკუთარ გნებებთან, საკუთარ არასრულყოფილებასთან, საკუთარ ფიქრებთან და განსჯებთან, საკუთარ სულის კეთებასთან, რომელიცაც გულში ატარებ, აი ამისი გამოსწორება და სულიერად შეცვლა უნდა შეძლო ადამიანი. და ეს ტკივილია, ეს ძალიან ტკივნეულია. და ხშირად ამას ვიძახი, რომ ეს ტკივილი რო არ მინდა და ეს ტკივილის გარეშე მივდივარ და გამაყუჩებლად გამოვიყენებ ხოლმე ამას. აი მე სულიერად ტკივილი არ მინდა რომ შევიცვალო და წავალ და მსვლელობაში მივიღებ მონაწილეობას. წავალ და იმაზე ლიტანიობაში ხატს დავიჭერ და ხატი დავიჭირე, всё, მორჩა, ისე იგი მე მივიღე მონაწილე. კარგია, ეს უნდა მივიღოთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმაში კი არ უნდა გადავარდეთ, რომ ეს არ არის აუცილებელია და მნიშვნელოვანია. მაგრამ ნუ ამოვეფარებით ამას და ის რაც ჩვენი გასაკეთებელია ღმერთთან შესახვედრად და სულის გასაწმენდად, ის აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. და ამიტომაც აი ჩვენ სამღვდელოებამაც და ყველამ უნდა ეს ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ეს ყველაფერი რაც ღმერთმა მისი წყალობით მოგვანიჭა, ყველაზე აღმატებული წირვიდან, საღვთო ლიტურგიიდან დაწყებული და ყველაზე უმდარესი შეიძლება ჯვრის კურთხევა იქნება თუ ლიტანიობა თუ რასაც ჩვენ ეკლესიის წიაღში აღვასრულებთ, ეს ყველაფერი ერთი მიზანდასახულობით არის, მხოლოდ ერთი მიზანდასახულობით. რა არის ეს? ეს არის ადამიანის სულიერი გაწმენდა, იმიტომ რომ მე გეუნებით ერთ რამეს, რომ გავაწლები და როდესაც თქვენ ამას არავინ არ გეტყვით, გავაწლები, ეს ყველაფერი დამთავრდება, აღარც ლიტანიობაში მონაწილეობის ძალა გექნებათ, აღარც გონება გექნებათ იმისა და აღქმა იმისა, რომ ისე იგი ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც ეკლესიის წიაღშია, შეიძლება ტაძარშიც კი ვეღარ წახვიდე, მიჯაჭული იყო ადამიანი საწოლზე და სარეცელზე, საკუთარზე. აღარ გექნება იმის ძალა და უნარი, რომ აღასრულო ის, რის უკანაც შენ ისე იგი რითიც იფუთებოდი და თავარ საკეთებელს არ აკეთებდი ადამიანი სულის გაწმენდას და სულის ცხონებას და იღებდი მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, ისე იგი რაღაც ხან გამოხვიდოდი, ხან იმის დასაცავად, ხან ამის დასაცავად, ხან ის, ხან ეს, გასაგებია, საჭიროა ყველაფერი. მაგრამ მიხვდები, რომ იქ ვეღარ დადიხარ და რა დაგჭა? სული ამ მდგომარეობაშია და მიხვდები, რომ თურმე ის კედელი, რომელიც შენსა და ღმერთს შორის იყო, ეს კედელი ისეთივე ყრუ არის და ღმერთსა და შენ შორის არანაირი ურთიერთობა არ არის, სიწმინდი არ არის შენს გულში და ამავე დროს სული ცარიელია. სიწმინდე კი გიჭირავს ადამიანს. ტაძარში ღვთისწყალობით იმდენი წმინდა ნაწილები გვაქვს. მაცხოვრის ჯვრის ნაწილი გვაქვს ჩვენ არბოს ტაძარში. მაგრამ შემომხედეთ მე, ანუ მეტყობა რამე რომ ეს ნაწილი გვაქვს. სახში უამრავი ხატები გვაქვს, უამრავი რაღაც საკმეულს ვანთებთ ყველაფერი, მაგრამ მეტყობა რამე რომ ამას შეხედეთ, რა გეტყობა, რა გავეტყობა, სულიერად რა გვეტყობა ჩვენ, რომ ისე იგი ღმერთია ჩვენთან და სულიერად როგორები ვართ ჩვენ. აი ესაა მიზეზთა მიზეზის ცოდნა, პირველად ეძებდეთ სასუფეველო სამთისას. და ამიტომაც სხვა კითხვას, ოდესაც ჩვენ, ნახეთ ჩვენ სამღვდელოებაც ამისკენ უნდა ვიყვეთ მოწოდებული.
რომ ადამიანები სულიერი გზას დაადგნენ, სულიერი ცხონების, გაწმენდის და გასუფთავების, განკურნების, სულის კურნების გზას დაადგნენ. ღმერთთან შეხვედრა შეძლონ ადამიანებმა. იმიტომ რომ ის რო გარდაიცვლება ადამიანი, მე ხომ მომეთხოვება, მე რო ახლა ამას არ გესაუბრებოდეთ თქვენ. ვინც მისმენს, არ ვიცი ხა, ვინც არის, ჩემს გვერდით ვინც არიან, ხო ადამიანები. მე უკვე ამაზე ვსაუბრობ, თავისთავად. და ბევრი ადამიანია ჩემს გვერდით, რომელიც უკვე რაღაცა თითქოს სასაუბროც აღარა გვაქვს. ბევრი ადამიანი წავიდა. იმიტომ კი არა რომ მე კარგი ვარ და არა, უბრალოდ აი ამ რეალობის წინაშე ვაყენებ. ვეუბნები რომ ამ გზას არ დავადგეთ. მე კი არა ვარ ამე ისე იგი დიდი ისე განწმენდილი კი არა ვარ და რაღა ვაი ღმერთთან დამიფაროს. სავსე ვარ ნაგვით, სავსე ვარ ცოდვით. მაგრამ ამას რომ ეს გზა არის გასავლელი მე ვხვდები და მინდა რომ თქვენც მიხვდეთ ამას, წავიდეთ ამ გზაზე. და როდესაც ადამიანს ამას ვეუბნები რომ ამ გზაზე წავიდეთ, უჭირს ადამიანს ამის, იმიტომ რომ ეს მტკივნეული გზაა. იმიტომ რომ აქ რაღაცების დატოვება გიწევს ადამიანს, იმიტომ რომ აქ რაღაცნაირი შეცვლა გიწევს, პრიორიტეტების გადახედვა გიწევს ადამიანს. საკუთარ ჩვევებზე, საკუთარ ის თვისებებზე, ქმედებებზე და ფიქრებზე უარის თქმა გიწევს, ანუ ძველი კაცის განძარცვა გიწევს. და ახალი ადამიანის დაბადება, ანუ ახალი კაცის შემოსვა გიწევს. და ეს რთული პროცესია და აი ამას ემსახურება ძველი კაცის განძარცვას და ახალი კაცის შემოსვას ეხება ჩვენი მთელი მართლმადიდებლური სწავლება ამაზეა. ყველაფერი რაც ეკლესიის წიაღში მოხდა, ცუდიც და კარგიც. ვინმეს დაცემა ჩვენთვის მაგალითია იმისა, რომ როგორ დაეცა, რომ ჩვენ არ დავეცეთ. უფალმა შეიძლება იმიტომ დასცა ის ადამიანი და შემდეგ წამოაყენა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება ჩვენთვის რომ სამაგალითო ყოფილიყო, რომ როგორ ეცემა ადამიანი და როგორ წამოდგება. და აი ესა მთელი ეკლესიური ცხოვრება, ეს არის სულის კურნების, ღმერთთან შეხვედრისა არის. ღმერთს უნდა შეხვდე ადამიანი და ღმერთთან შეხვედრა ხდება სულის მდგომარეობით. ეს სარკმელი ჩვენსა და ღმერთს შორის არის სული. და სული, რომელიც ცოცხალია. სული, რომელიც ღმერთს ეძებს, სული, რომელმაც იცის თავისი არსებობის კანონი, სულიერი კანონი. და ამითი ღმერთს ეძახის და ღმერთი რომ მოდის ამ მადლით მერე აი ეს ერთობა, რომელიც ადამიანის სულში დგება, ადამიანის პიროვნებაში, სულიწმინდის მადლსა და მის სულს შორის, ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ვეძახით, განათლებას და შემდეგ განხრთობას, ანუ ღმერთთან ერთად ყოფნას. ნუ გვეშინია ჩვენ ამ ტერმინების. რაღაცა ჩვენ შეგვაშინეს, აი წმინდანობა და აი განხრთობა და ჭრეტა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ სასულიერო პირებმა მათ შორის, აი მე მახსოვს, მე როდესაც ვიყავი, ანუ სახარება უნდა წაგეკითხა, იმიტომ რომ შენ თვითონ ვერ განმარტა, შენ თვითონ ვერ გაიგებდი მაგას და ვიღაცას უნდა განემარტა, ანუ ისეთი პერიოდები გამოვიარეთ ამ კუთხით. და ამიტომ ეს არ არის დღესაც გვაშინებენ, თითქოს გვეშინია ჩვენ ამისი, რომ ამ გზას უნდა შევუდგეთ. აბა ვინ უნდა დაადგეს ამ გზას? სვავ კითხვას, ვინ უნდა დაადგეს ამ გზას? კი, მონაზვნები. მონაზვნები უნდა დაადგნენ და მათ ზედმიწევნით უნდა აღასრულონ ეს სულიერი კანონი. ვინ როგორ აღასრულებს, ეს მისი პასუხისგებლობაა, რა თქმა უნდა. ვინ იცის ეს სულიერი კანონი და ვინ ყოველდღიურად როგორ აღასრულებს ამ სულიერ კანონს. და ჩვენ სასულიერო პირები მათ შორის. დაბალი თუ მაღალი, ასე შეხედეთ, ასეთი ამ თვალით უნდა იყურებოდეთ უკვე. სულის თვალით უნდა იყურებოდეთ უკვე და აფასებდეთ მოვლენებს. უფრო გულმოწყალები, უფრო მოფიქრალები, უფრო მეტად სულიერები იქნებით. და ეს ყველასთვის იქნება სულიერი ადამიანი გვერდში, ყველასთვის დიდი ისე იგი, ესე რომ ვთქვათ, განძი არის. ამით აი შესავალი ნაწილები წინაზეც და ეხლა ეს ნაწილი დავასრულე უბრალოდ რომ ვისაც მოგინდებათ რაღაცა ანუ რაღაცა კუთხით კი როცა წავიკითხავთ ამაკაც იქნება მრავალი სასაუბრო, მაგრამ აი ეს ვიცოდეთ ყველა. რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ვიცოდეთ ჩვენ ყველამ რომ ეს ასე არის.
და მოკლედ 1 საათი გავიდა უკვე საუბრისა და რაღაცა პირველ მუხლს წავიკითხავ უბრალოდ. პირველ მუხლს წავიკითხავ, რომ შესავალი რაღაც იყო ეს პირველი მუხლი. წავიკითხავ და მოკლედ შემდეგზე უკვე დავიწყოთ ამის განმარტება, უკვე პირდებით შემდეგზე რომ დავსხდებით, პირდაპირ ტექსტის კითხვას დავიწყებ და ამ ტექსტის მოკლედ ნელ-ნელა გაზღოლას და გაყოლას. ასე იწყება პირველი მუხლი, ანუ თავი პატარ-პატარა მუხლებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან მრავალჯერ ისურვეთ გწოდნოდათ, თუ როგორი არის კანონი სულიერი, მოციქულის თანახმად, იმიტომ რომ პავლე მოციქული იძახის ამას რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-7-14 მუხლია, რომ ვიცით რომ ჯული, ანუ კანონი სულიერია. ამიტომ იძახის მარკოზ მარხველი, რომ ისურვეთო, რომ გწოდნოდათ, თუ როგორი არის კანონი სულიერი, მოციქულის თანახმად, ანუ პავლე მოციქულის თანახმადო და რისი ცოდნა და კეთება მართებს ამ კანონის დაცვის მსურველს, შეძლების და გვარად ვიტყვით შემდეგს. და აი ამაზე საუბრობს, აი ნახეთ როგორ არის, ანუ ვისაც სურს, ამ პირველი ნაწილია, რომ ვისაც ქრისტიანობა გინდა თუ აი პირველ ნაწილში გვეუბნება, რომ რადგან მრავალჯერ ისურვეთ გწოდნოდათ, ვისაც ქრისტიანობა გინდათ, თუ როგორი არის კანონი სულიერი და ისე იგი და რისი ცოდნა და კეთება მართებს ქრისტიან ადამიანს ამ კანონის დაცვის მსურველს, შეძლების და გვარად ვიტყვითო შემდეგს. და აი პირველ მუხლს ვიტყვი უბრალოდ, აი პირველი მუხლი რაც არის, ისე იგი უპირველესად ვიცით, რომ ღმერთია ყოველი სიკეთის დასაბამიც, შუაც და დასასრულიც. ხოლო სიკეთე შეუძლებელია კაცმა განახორციელოს ან იწამოს, თუ არა იესო ქრისტესა და სულიწმინდის მიერ. ანუ აი ნახეთ როგორ არის, ანუ პირველი კანონი ავიღოთ. ჩვენი პირველი რა დაიძლევა ამით? ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ეგოიზმი, მე ესე ვფიქრობ, მე ესე მგონია. რას იძახის მარკოზ მარხველი? უპირველესად ვიცით, რომ ღმერთია ყოველი სიკეთის დასაბამიც. სიკეთე რა არის ზოგადად? ქრისტიანი ადამიანისთვის რა არის სიკეთე? მთავარი სიკეთე, წეღან ვილაპარაკეთ. მთავარი სიკეთე ჩვენთვის არის სულის ცხონება. და გვეუბნება, აი წარმოიდგინეთ, უპირველესად ვიცის, რომ ღმერთია ყოველი სულის ცხონების დასაბამიც, შუაც და დასასრულიც. ხოლო სიკეთე შეუძლებელია, ანუ სულის ცხონება შეუძლებელია კაცმა განახორციელოს ან იწამოს, თუ არა იესო ქრისტესა და სულიწმინდის მიერ. ანუ პირველი რაც უნდა დავიჯეროთ რა არის, რომ ღმერთის გარეშე სად გვხვდება ეს კანონი? აბა გაიხსენეთ სახარებაში სად არის ეს კანონი? თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფათ არცა ერთი რა. მაცხოვარი იძახის ამას. ან უფალი გვეუბნება, რომ ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ანუ სიკეთე და სულის ცხონება, ყველაზე მთავარი სიკეთე რა არის? აი ვინმემ რო გკითხოთ, რა გინდა რომ გაგიკეთო? აი რა კეთილი გინდა რომ გიყო? აი რა გინდა როგორც მაცხოვარი ეკითხება ბრმას, როგორც მაცხოვარი ეკითხება ისე იგი ადამიანებს, რომლებიც მასთან მიდიან, ხო, ისე იგი მშობელი მიდის შვილის განსაკურნებლად და რა გინდა რომ გაგიკეთო? აი რომ მოვიდეს უფალი და დღეს კითხოს, რა გინდა რომ გაგიკეთო? პირველი რაც უნდა გაახსენდეს ქრისტიან ადამიანს ეს არის, რა კეთილი გინდა გიყო? უფალი გეუბნება, უფალო მაცხოვნე გევედრე. სული ამივსე, ანუ შენთან შემახვედე, ანუ მაცხოვნე, შენთან მამყოფე. ანუ ერთადერთი რაც პირველი უნდა გაგახსენდეს ადამიანს, მაცხოვნე არის. აბა ეხლა ავიღოთ, ისე იგი ნებისმიერ თქვენთაგანს რო კითხოს ვინმე, პირველი რა გინდაო? გაუჭირდება, შეიძლება სიტყვით კითხვათ ეს, მაგრამ სული რას იტყვის? სული ძნელად იტყვის ამას. მე ბევრჯერ მithქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ დღესვე რო გითხრას ვინმე, დღესვე რო უფალი მოვიდეს და გითხრას, აი ეხლა, აი ამ წუთას, ახლავე გაგიყვან, ოღონდ გაცხოვნებ. ეხლავე ამ წუთის სოფელს დაგატოვინებ და წაგიყვან და გაცხოვნებ.
რომელი ხართ მზად რომ დატოვოთ ეს წუთი სოფელი დაუსვით თქვენ თავს ეს კითხვა დაუსვით თქვენ თავს ოღონდ გულწრფელად უპასუხეთ და მიხვდებით ერთ რამეს არც კი იცით იქ რა ხდება რა არის ცხონება პილატესავით დავსვათ ყველანი კითხვა რა არის ჭეშმარიტება და გავეცლებით ცხონება არ ვიცით ჩვენ რა არის იმიტომ რომ ცხონების მდგომარეობას ადამიანი აქედანვე იწყებ ეს უნდა იგრძნო აქვე რომ მერე მოგინდეს სამუდამოდ მოგინდეს იქ ყოფნა ცხონებაში ყოფნა და სულ კითხვას რა არის ცხონება ადამიანს გონი აქ არა ვარ და იქ ვარ ცხონება ეს არა ცხონება არის ადამიანის გულის სულის მდგომარეობა სამოთხესეული მდგომარეობა გულში გვაქვს მაცხოვარი იძახის ხო და აქ თუ განმისწია ოდესღაც სამოთხისეული მდგომარეობა და ანუ ღმერთი მოვიდა ჩემთან სიწმინდე მოვიდა ჩემთან და სიწმინდის მოსვლის შემდეგ სული გაივსო და ცარიელი აღარ არის ხვდები თურმე რა არის ცხონების მდგომარეობა და ამიტომ ეს მდგომარეობა ერთხელაც კი თუ ვიგრძენი და ცოტათი მაინც განვიცადე ეგ მინდა სულ პავლე მოციქული რო იძახის რომ ვიცი კაციო რომელიც ანუ კაცი ვიციო რომელ ანუ არ ვიცი ხორჩი იყო თუ არ ვიცი სულში ანუ სულით იყო აღტაცებული იყო მესამეცამდეო და ვიქაო ესმაო სიტყვანი ენით უთქმელნი ანუ პავლე მოციქული აქვე სასუფეველს ატარებდა და შემდეგ გულში ღმერთი ქრისტე ყავდა გულში სიწმინდისკენ მიდიოდა იწმინდა და განათლების მდგომარეობაში იყო გამხთობის მდგომარეობაში იყო ღმერთი იყო მასთან სული სავსე იყო მადლი და მესამეცამდე აღიტაცა ანუ ეს არის ჩვენი მაჩვენებელი იმისა რომ ჩვენ ღმერთთან ყოფნა უნდა ვიცოდეთ აქვე და აქვე ღმერთთან ყოფნა კიდე გეუბნებით აი არ მინდა ცუდად გამიგოთ ვინმე რომ არ თქვათ რომ ამაურად ანუ ღმერთთან ყოფნა არ არის ფიზიკურად ხატი რომ მიჭირავს ეხლა ეს წიგნი რომ მიჭირავს მე ღმერთთან არ ვარ ჯერ აი თუ კი ამას წავიკითხავ ეხლა რაზეც საუბრობ ამას გავიაზრებ და არა მხოლოდ გავიაზრებ არამედ ხვალიდან ან დღეს ავდგები თუ არა ამით ცხოვრებას დავიწყებ აი მაშინ დავიწყებ უკვე ნელ-ნელა სვლას ღმერთთან შესახვედრად ამიტომ ხატი რო გიჭირავს ხელში სტიქაროსნებს ვეუბნები ხოლმე რომ დემთავართან ვიცახურობდნენ და ადრე ვეუბნებო დღესაც ახლა დემთავართან რო დგეხარ და იქ რაღაცა ან პატრიარქის წირვაზე ან ეხა ის ცხოველში ანუ იქ რო დგეხარ ადამიანი და ხან ბაირაღი გიჭირავს ხანის გიჭირავს ჩვენი საყვარელი ჩოხოსნები რო არიან ჩოხაროაცვიათ ზოგს ესე იგი რაღაცა იქ ახალუხი აქვს ზოგს ის ანუ შემოსილები ვართ გარეგნულად ვიღაცა სტიქარიაცვია ვიღაცას ეს ვეუბნები ანუ ნახეთ როგორ რაღაცა ეგ მდგომარეობა თავისთავად ღმერთთან ყოფნას არ ნიშნავს მიხვდით არ ნიშნავს ეგ ღმერთთან ყოფნას ღმერთთან ყოფნა არის სულის მდგომარეობა შინაგანი მდგომარეობა არის ადამიანის სულის მდგომარეობა ღმერთთან ყოფნა და ხა რაც არ გინდა შენ სურო გამართულად აკეთო ყველაფერი რაც არ გინდა გეჭიროს წმინდა ნაწილები რო გეჭიროს ესე აი წმინდა ნაწილები რო გეჭიროს ხელში რავი დავით გარეჯელი გაიხსენეთ სიწმინდე ეგ არის იერუსალიმში წავიდა და არ შევიდა შიგნით დღეს ყველა მეორე მოკლედ იერუსალიმშია კარგია ცუდი კი არ არის მაგრამ დავით გარეჯელმა რა გაკეთა ერთს არა აქვს ამისი სულს რო ჩაწუდეს გადახედა და რო დაინახა რომ ვაიმე აქ მაცხოვარი დადიოდა ნაფეხურები წარმოიდგინეთ განკაცებული ღმერთის ნაფეხურებია იქ საფლავი მისი ადგილი გეცემანის ბაღი და უამრავი ადგილია იქ წარმოიდგინე და ეს რო გაიაზრა დავით გარეჯელმა აიღო ის სამი ქვა აიღო და თქვა რომ მე იქ ვერ შევალ ვერ გავკადნიერდები იქ ვერ შევალ აიღო ეს ქვები და წამოიღო და გახსოვთ ახლა ეს ამბავი ხო იერუსალიმის პატრიარქს ჩვენება ჰქონდა რომ იმიდან ივერიიდანო ჩამოსული ერთი მონაზონიო და მთელი იერუსალიმის მადლი მიაქო მიხვდით სად იყო მადლი
იქ ხო უამრავი ადამიანი იყო იმ იმასთან, თქვათ, იმ წმინდა ადგილებთან, მაგრამ დავით გარეჯელი მივიდა, არ შევიდა და სიწმინდე წამოიღო. რატო? იმიტომ რომ თავმდაბლობა რო შეასრულა, მართლა გულითარი თავმდაბლობა და სულიერი კანონი რო აღასრულა, იქ არ შესულა უკვე განიწმინდა. ღმერთს უკვე შეხვდა, არ უნდა იმ ადგილზე მისვლა, შეხვდა ღმერთს უკვე. ამიტომაც ჩვენც ამას ვიძახი, რომ ჩვენ სად ვართ და რა ეს საშუალებებია, სად ვართ და რას ვაკეთებთ, ეს საშუალებაა. ჩემი სამღვდელო მსახურებად საშუალებაა ჩემთვის, რომ სული ვიცხოვრო და სული გადავირჩინო. აი გარეჯელივი თავმდაბალი ვიყვე, მამა გაბრიელივი სარწმუნოებისთვის თავგანწირული ვიყვე. ცოდვის მიმართ ვიყვე შეუპოვარად მებრძოლი. აი ეს არის სულიერი ცხოვრება და ღმერთი ამ დროს არის ადამიანთან და ეს მინდა რომ დაიჯეროთ ყველა. იმიტომ რომ ამას თუ არ აღასრულებთ, ცარივლები დარჩებით, ამის თქმა მინდა. გავა ისტორია, ვიღაცა ადამიანები ამითი twin იცის ეს, თქვენ მიიღებთ რაღაცაში მონაწილეობას, ამას თვითონ კარგად იქნება ადამიანი, რომ აგერ ამდენი ხალხი მოვიდა, ის მოვიდა, მაგრამ საქმე რა არის, ვინც იცის იქ რატომ მოვიდა, ესენი არიან ერთეულები. ისინი თავისთავად მიიღებენ სარგებელს, მაგრამ შენ წლები გავა და სარგებელს ვერ მიიღებ. ამას არც არავინ არ გეტყვის. თუ თვითონაც არ მიხვდა, მაგრამ როცა თვითონ მიხვდება ადამიანი, ხო, მკურნალო განიკურნე საკუთარი თავი, როცა თვითონ მიხვდება ადამიანი ამას, რომ თავარი რა არის, აი მაშინ უკვე დაიწყებს სხვისთვის ამის სწავლებას. ამიტომ ამის თქმა მინდა, რომ ღმერთის გარეშე გულში არსებული ცოცხალი რწმენისა ღმერთის გარეშე თუ კი გულში არ არის გარეგნულად, რასაც არ გინდა აკეთებდე ადამიანი, ეს სულის საცხონებელი მდგომარეობაში ვერ გამყოფებს. დავით გარეჯელის მაგალითი ეს არის ყველაზე დიდი მაგალითი. რომ სულიერი კანონის აღსრულებას რაოდენ დიდი სიწმინდე მოაქვს და ღმერთის განცდა ადამიანის გულში. და ეს რომ ესე იყო, ეს დაადასტურა ზუსტად იერუსალიმის პატრიარქისთვის ღმერთის გამოცხადება მასაც ასწავლა ამით უფალმა, რომ ის პატრიარქი იყო, ეს უბრალო მონაზონი იყო. და რა უთხრა პატრიარქს? შენ რო ყოველდღიურად აქ ხარ და ამ მსახურებას აღასრულებ, აგერ ერთი მონაზონი ჩამოვიდა და მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. ვიხდით? ანუ ადგილი, მდგომარეობა, რაღაცა ეს გარეგნული ისინი ადამიანის შინაგან მდგომარეობას არ განსაზღვრავ. საშუალება არის, მაგრამ არ განსაზღვრავ. არც შესამოსლის, ისე იგი სილამაზე, ნაირ ფერობა, არც ჯვრების, ლამაზ-ლამაზი ჯვრების მოკლედ ის განსაზღვრავს, არც მიტრების, რომელიც თავზე გვახურია სამდელოებას მსახურების დროს, არც ეს ლამაზ-ლამაზი ყველაფერი ტაძრები, რომელსაც უმნიშვნელოვანესია ეს ჩვენი კულტურა, ეს ჩვენი, ესე ვთქვათ, ლიტურგიკული ნაწილია ჩვენი მსახურების. განაუცილებელი არ არის, მაგრამ ეს არა ადამიანის სულის მდგომარეობის გამომხატველი. რომ ეკლესიის ისტორიაში პატრიარქები იყვნენ, ეპისკოპოსები იყვნენ და ისე იგი უდიდესი იერარქები იყვნენ, რომლებიც დღეს შეჩვენებულები არიან ეკლესიის წიაღიდან, გამკვეთილები არიან. ისინიც იგივეს ატარებდნენ, მაგრამ მახინჯი სულიერი სწავლება ჰქონდა და მახინჯი სულიერი ცხოვრება ჰქონდა. ამიტომ ეს გარეგნული ჭვიალება, გარეგნული შეფუთულობა, დაგაბნევთ და ისე იგი პრიორიტეტებს დაგასახინებთ. ესაა მთავარი. თავის ადგილი აქვს ამას, მნიშვნელოვანი, მაგრამ მიზეზთან მიზეზები არასოდეს არ ყოფილა ეს. რა თქმა უნდა, იმას არ ვიძახი, რომ დღეს გავრცელებულია ადამიანები დახეულები და სამღვდელო მსახურებას ივანე ოქროპირიძახის ყველაზე მომზადებული ჭირდება, ისეთი რაღაც დეტალები აქვს ივანე ოქროპის, რომ
შენ იმ დროს ქრისტეს განასახიერებო და არ შეიძლება რომ შესამოსელი თუ კი ადამიანს ამის საშუალება აქვს შელახული იყოს, ან ჭუჭყიანი იყოს, მოუვლელი იყოს, რა თქმა უნდა ამას თავისი ადგილი აქვს. მაგრამ მაგის თქმა მინდა რომ ამის უკან არაფერი არაა ისეთი, ეს არ არის განსაზღვრელი, არასოდეს არ ყოფილა. მართლმადიდებელ ეკლესიაში, აღმოსავლეთის ეკლესიაში არასოდეს ეს განსაზღვრელი არ ყოფილა. ვის რა აცვია, ვის როგორი, რაფერი, რა ხარისხისა და ისე იგი რა ლითონისა თუ რა ესე რომ ვთქვათ ოქროსი იქნება, ვერცხლისა თუ ბაჯაღლოსი და ბრილიანტისა და ასე შემდეგ. ეს არასოდეს არ განსაზღვრავდა. ეს ჩვენ აქ გვჭირდება გარკვეული იერარქიისთვის, გარკვეული წესისთვის, რომ არ იყოს იერარქია იყოს და ანარქია არ იყოს, რომ წყობისი იყოს ყველაფერი მსახურება, რომ ყოველივე მშვენიერად იქნებოდესო პავლე მოციქული რო იძახის, მაგრამ ეს ყველაფერი ზეცაში არაფერი არაა. ზეცაში გულის მდგომარეობით განისაზღვრებიან ადამიანები მისი გულის განწმენდისა, განათლებისა და გამორთობის ხარისხით განისაზღვრება ზეცაში. ამიტომ იძახის მაცხოვარი იყვნენ წინანი უკანა და უკანანი წინა. დღეს ვინ ჩანს რომ უკან არის, ის შეიძლება იქ დაგხვდეს შენ. და შენზე წინ იყოს გამრთობაში და ღმერთთან ყოფნაში და შენ გეგონა რომ ის ადამიანი არაფერს არ აკეთებდა. და უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ წმინდათა ცხოვრებიდან. რატო? იმიტომ რომ ის ადამიანები შეუმჩნევლად შეიძლება, მაგრამ სულიერ კანონს აღასრულებენ. და ასეთი რამდენი წმინდანია, რომელიც ჩვენ ყოველთა წმინდათა კვირიაკეს აღნიშნავთ ხოლმე, ეგ არის ზუსტად. ეგენი არის ის წმინდანები, რომლებიც მრევლი იყო და ჩვენ არც კი გვახსოვს. ჩვენი მეზობლები, რომლებმაც ეგი წმინდათი ცხოვრეს სუფთად, მაგრამ შეიძლება ჩვენ გონია რომ ეგენი არ იყვნენ, ესე იგი დიდად მოღვაწე ადამიანები. ესენი არიან იმ წმინდათა ხსენებაც არის ხოლმე, მათ შორის რომლებიც ეკლესიის წიაღში აღიარებულები არ არიან, არამედ უმრავლესობაა ესეთი. დიდი უმრავლესობა არის ესეთი, რომელიც არ არიან აღიარებული და ისინი წმინდანები არიან, შეუმჩნევლად რო იცხოვრეს. მონაზვნები, სამღვდელოება, ერის ადამიანები. ახლა ჩვენ გამოვარჩევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამაგალითონი არიან და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვინმე ზღვაწლი რო არ ვიცით, წმინდანად ვერ შევრაცხავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი წმინდანები არ არიან. კალენდარში, საეკლესიო კალენდარში შესული წმინდანების იქით 10 იმდენი და უფრო მეტი წმინდანები დაგხვდებიან ზეცაში. მერთმაინებოს ჩვენც იქ მოვხვდეთ უბრალოდ. უდიდესი წმინდანები დაგხვდებიან ჩვენ იქ. ვისაც ველოდებით, შეიძლება ისინი არ დაგხვდნენ. და ვისაც არ ველოდებით, ზუსტად ისინი დაგხვდნენ. გახსოვთ სამი რამე გაუკვირდება ადამიანს, ხო? ისინი სად არიან, ვისაც ველოდები, ამათ აქ რა უნდა და მე როგორ მოხვდი აქ. ანუ იმიტომ რომ ყველა მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი განსაზღვრავს ამაზე, იმიტომ რომ იქაც რო ადამიანი განსაზღვრავდეს, იქაც რაიმეს შევიტანდით, ისე იგი ჩვენი გულიდან გამომდინარე არასწორს. ამის თქმა მინდოდა, მოკლედ ჩემო მეგობრებო და მოკლედ შემდეგისთვის გპირდებით უკვე რომ დავიწყოთ, გავყვეთ თითო კანონის კითხვას, რამდენსაც შევძლებთ იმდენი ვიკითხოთ, კანონები გვაქვს ძალიან ბევრი, მოკლედ და რა ვიცი, მერთმა ძალა მოგცეს, რაც თავარია განწმენდის სურვილი მოგცეს, იმიტომ რომ თუ ეს არ გვექნება, არ ძალა მოგვეცემა ამისი. და ამიტომ ღმერთმა ინებოს, რომ სულიერი კანონის ცოდნის, შემეცნების და მისი აღსრულების ძალა მოგცეს, იმიტომ რომ დღეს დავწმუნდით, როგორც პირველი კანონი ამოვიკითხეთ, რომ ყველა სიკეთის საწყისი, შუაც და დასასრულიც არის ღმერთი. ღმერთის გარეშე ჩვენ არარანი ვართ და არაფრის კეთება არ შეგვიძლია არცა ერთი რამ. ყველაზე დიდი სათნოება, პირველი სათნოება არის ადამიანი მიენდო ღმერთს და დაუტევო საკუთარ თავზე დიდად მინდობა.
იმიტომ რომ ყველა ვინც საკუთარ თავს მიენდო, წაიქცა და მძიმედ წაიქცა, მაგრამ ის ვინც ღმერთს მიენდო, ის ადამიანი ყოველთვის ფეხზე დარჩა და საბოლოო ჯამში ცხონდა კიდეც. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას და ღმერთმა ძალა მოგცეს აი ამ ჩვენ სულიერი კანონის აღსრულების. კიდე გეუბნებით რომ ჩვენ კი წავიკითხავთ აქ, მაგრამ ამის იმედად არ იყვეთ. თქვენ თვითონაც კიდე ვიძახით, თუ გვაქვს შესაძლებლობა, ვინმეს არა გაქვთ შეიძლება, ჩემსაც გაჩუქებთ. გვექნება მოგაწოდით სადმე, არ ვიცი, დაგეხმარებით ყველანაირად, როგორც შევძლებთ, დაგეხმარებით, მაგრამ არა მხოლოდ ჩემ წაკითხულზე, ამას მე თან მოისმეთ, მაგრამ თქვენ თვითონაც აუცილებლად დაეუფლეთ და იკითხეთ. წმინდა წერილი იკითხეთ პირველ რიგში, ახალი აღთქმა მით უმეტეს თავისი ეპისტოლეებით, პავლე მოციქულის ეპისტოლეებთან ერთად და ასევე იკითხეთ აუცილებლად მამათა სწავლებები და პირველი რაც არის შეიძლება ამითი დავიწყოთ. აბა ჯვარი გწერიათ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას.